გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, მიგესალმებით ყველა ჩვენი არხის მაყურებელს. მოგწონთ ჩვენი არხი გამოიწერეთ, დალაიქეთ და აკომენტარეთ ჩვენი ვიდეოები. ასევე ჩვენი არხი გვაქვს როგორც YouTube-ზე, ასევე გვაქვს აი ვიდეოზე. სადაც გირჩევნიათ, შეგიძლიათ გვიყუროთ. ეხლა იგი შემოგთავაზებთ ვიდეოს. იგი ასეთ პროგრამაზე, რომელიცაც ქვია Auslogic Postpedi. მე მიყენი ეს პროგრამის ვერსია 7 და ასე ვთქვათ, ჩვენ არხზე დაემატება კიდევ ახალი კატეგორია. ჯერ არა, მალე დაემატება soft block-ი და ამ კატეგორიაში იქნება ყველა დამატებული, ესე იგი პროგრამები, სხვადასხვა პროგრამები და ამ პროგრამების ფუნქციებს ახსნით თავისთავად და რაში გამოგვადგება პროგრამები და ასე შემდეგ. აი ესეთი პროგრამა არის, რომ დავაყენებთ ამ პროგრამას. აუცილებლად გავაკეთებ ვიდეოს, საიდან გადმოვიცადოთ ჩვენი პროგრამები. პროგრამები Windows-ები და ეს ყველაფერი რაც გვჭირდება, ასე ვთქვათ. ამიტომ ბევრი ხალხი ეს კომენტარებში წერს, რომ ეს მომწერა ლინკი გადმოსაწერეთ და ასე შემდეგო, თამაშებზე არ არის პრობლემა. ამიტომ რომ ვიცოდეთ ეს პროგრამები თავისთავად არის ფასენ და არის გადახილი ვერსიები, ამიტომ გადახილი ვერსიების პროგრამის ლინკის დადება წესით არ შეიძლება ამის გუნდზე და შეიძლება დაიბლოკოს არხი, ამიტომ გავაკეთებ ერთ ვიდეოს, რომ ადამიანს თუ დასჭირდება ეს პროგრამა, გადმოიწეროს და ეცოდინება როგორ გადმოიწეროს და რომელი საიდან გადმოიწეროს, ასე ვთქვათ, არის თავისთავად შეგიძლიათ უბრალოდ სახელი შეიყვანოთ და მოძებნოთ ინტერნეტში. მე გავაკეთებ ერთ ვიდეოს ამის შემდეგ, ერთ საიტზე, საიდან ვიცებ მე ყველა პროგრამას, ასე ვთქვათ. ეხლა გადავიდეთ ამ პროგრამაზე, ეს პროგრამა არის, ესე იგი პროგრამის მთავარი ფუნქციები არის გაწმენდვა, აჩქარება და სტაბილურობა კომპიუტერის შენარჩუნების, ასე ვთქვათ. თუ გეშინიათ რომ არიოთ, ესე იგი ძალიან დიდად ვერ ერკვევით, ესე იგი ამ პროგრამაში და საერთოდ პროგრამებში, შეგიძლიათ ყველაზე ადვილი არის ეს, დააჭერთ აი აქ, დაასკანირებთ. ეხლა Google-ის დაკეტვას ითხოვს, მე არ დავკეტავ Google-ის, ამიტომ გამოვტოვებ, თქვენ დაგეტეთ თავისთავად. აი ეს პირველი ასუფთავებს, ესე იგი დისკიდან თუ რამე ესეთი ფაილი არის, რომელიც არ გვჭირდება, ეს სისტემის REST წმინდავს და ეს დეფაგრაციას უკეთებს დისკს ზედაპირულად და შემდეგ ვაჭერთ ამას ისправით, всё. აი ეს პრობლემა აღარ არის კომპიუტერში, ახლა გადავიდეთ, ესე იგი დამატებით ფუნქციები აქვს ამ პროგრამას ძალიან ბევრი და ეხლა აგიხსნით თავარ ფუნქციებს, რა არის და როგორ არის, ასე რომ ვთქვათ. აი გადავდივართ C ინსტრუმენტებში, აი აქ. აი ეს ყველაზე უკეთესი და საუკეთესო ფუნქცია აქვს ამ პროგრამას, ჩემი აზრით, აი ეს დისკ დეფაგრაციას, დეფაგრაციას უკეთებს ჩვენ დისკს და ახლა განახეთ როგორ გავასწოროთ მახუთო ეს პროგრამა შიგნით და რა უნდა გავაკეთოთ, ამას გავუშვებთ. აი ესე. შემდეგ გადავიდეთ ნასტროიკებში, გადავდივართ ნასტროიკებში, ნასტროიკა პროგრამაში, გადავდივართ ალგორითმში და აი აქ როგორც მე მაქვს, ასე მონიშნეთ ეს ყველაფერი. შეგიძლიათ ესეც მონიშნოთ. რეკომენდებულია რომ ესეც მონიშნოთ, უბრალოდ მე არ ნიშნავ, თქვენ თუ გინდათ მონიშნეთ, თუ უნდა იყოს მონიშნული, არ აქვს მნიშვნელობა. აი ესენი არ იქნება მონიშნული და ყველა მონიშნეთ. აი ესე. შემდეგ დააჭრეთ OK-ს და შემდეგ აი აქ რა უნდა ავირჩიოთ, ნახეთ, დააკვირდით. აი აქ უნდა ავირჩიოთ დეფაგრაცია, ოპტიმიზაცია, использовать раз неделю, ასე ვთქვათ. აი ეს შეგიძლიათ, კვირაში არ არის საჭირო, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც ან რო გადააყენეთ Windows სიტყვას დააყენეთ პროგრამებს, თამაშებს და ყველაფერს, ასე ვთქვათ და სრაზუ ეგრევე უნდა გააკეთოთ აი ეს. აი ამას აჭერთ და ელოდებით. ამიტომ შეგიძლიათ მაგალითად კომპიუტერის გათიშვა ცოტა დააპირებთ, აი ეს პროგრამას შეიძლება მოუნდეს 9 საათი. შეიძლება მეტიც და ცოტა ნაკლებიც გააჩნია რამდენი რამე არის ჩაწერილი ესე იგი კომპიუტერში, ამიტომ კომპიუტერის გამორთვის წინ შეგიძლიათ ჩართოთ ეს გაუშვათ ასე ეს პროგრამა და ეს აქ მონიშნოთ და ეს რო დამთავრებს თავის ესე იგი დეფაგრაციას, დისკის დეფაგრაციას ავტომატურად გამორთავს კომპიუტერს, რომ იცოდეთ, შეგიძლიათ აქ მოუნიშნოთ, ჩაკეცოთ, დატოვოთ კომპიუტერი, თავის გამორთება კომპიუტერი, რომ იცოდეთ.
აი ეს ერთი, ახლა კი აი ეს პაკეტი ესე გადავიდეთ მეორეზე. ну რესტრის გამწვენდიც აქვს, რესტრის ტექნოგრაციაც აქვს, ну შეგიძლიათ ესეც მოშინჯოთ, მაგრამ ამას მე არ გირჩევთ, რაც არის 100%-იანი კარგი და მუშა ვარიანტი მას გქონებთ, იმიტომ შეიძლება რესტრის ტექნოგრაცია რო გააკეთოთ მე რაღაც დაემართოს თქვენ Windows ასე რომ ვთქვათ, ამიტომ ეს შეიძლება არ დაემართოს, მაგრამ არ გინდათ ეს არ გააკეთოთ აქ. აი აქ Startup Manager-ში შეგიძლიათ გავუშვათ და ნახოთ რა პროგრამები იშვება ჩვენ კომპიუტერის ჩართვის დროს. აი ამ მოგდო ყველა და გამოვთოთ რაც აქტივდება სიტყვაზე. აი მაგალითად აი ეს მონიშნავთ ამას. ну ეს აღარ ჩაირთება. აი მაგალითად ესეც, ახლა იყოს ეს ჩართული დატომიკოს. ანუ რაც არ გჭირდებათ, მოხსნით ამ ტიჩქებს, ან გალოჩქებს, ასე რომ ვთქვათ, და აღარ გაიშვებს კომპიუტერს, ეს აქ განახებს აირთება კომპიუტერს. როდესაც აქვს კომპიუტერს, აირთება კომპიუტერის ჩართვის დროს. ერთი სიტყვით, რაც არ გჭირდებათ, გათიშავთ. ახლა გადავიდეთ მეორეზე. აქ სხვა ბევრი ეს არის კიდევ კარგი ფუნქცია, მაგალითად სიმღერები, ვიდეოები თუ რამე გაქვს მაგალითად 2-2 და ერთნაირი ეს ამას გავუშვებთ ასე და თვითონ ავტომატურად მოძებნის ნახატი, სურათები, სიმღერები და ასეთი ფაილები თუ რამე გაქვთ ერთნაირი ორივე, თავისთავად იმ დუპლიკატ ფაილებს წაგიშლით და ამით გაანთავისუფლებთ ადგილს თქვენ კომპიუტერში. ახლა გადავიდეთ, კიდევ აქვს, ну აქ აქვს კიდევ ფუნქცია და სისტემური ინფორმაცია, რომ გაიგოთ თქვენ კომპიუტერზე მთელი სისტემური ინფორმაცია, ასე რომ ვთქვათ. აი ეს პროცესორი, აქ სალსაკი შეგიძლიათ გადახვიდეთ, მაგალითად პროცესორი გაიგოთ, რა პროცესორი გაქვთ, დეტაბლატის ინფორმაცია, მთელი ინფორმაცია და ასე შემდეგ. აი ოპერატიული მეხსიერების ინფორმაცია, ვიდეო დაფის ინფორმაცია, ასე რომ ვთქვათ, ვიდეო კარტის ინფორმაცია და ასე შემდეგ. ну აქ გაერკვევით ალბათ, ყველაფერი ინფორმაცია ჩვენი კომპიუტერის შესახებ არის აგერ და ნახავთ თუ რამე გაინტერესებთ. აი აქვს კიდევ ერთი კაი ფუნქცია, მაგალითად შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ინტერნეტის ოპტიმიზაცია და არის ძალიან კარგი. გავუშვებთ და უნდა იცოდეთ თავისთავად რა სიჩქარე გაქვთ მიახლოებით ინტერნეტზე. თუ გაქვთ 1 მეგაბიტიდან 5 მეგაბიტამდე, მაშინ დატოვებთ ამას ასე, თუ 1 მეგაბიტზე დაბალი გაქვთ, მაშინ მონიშნავთ ამას, თუ 5 მეგაბიტზე მეტი მაღალი გაქვთ, ნიშნავთ აი ამას. შემდეგ აკეთებთ ანალიზს, გაასკანირებს ინტერნეტის პარამეტრებს და შეიყვანს ინტერნეტის პარამეტრებში, ну გაუმჯობესებს, ასე ვთქვათ, გაუმჯობესებს ნამდვილად, ეს გატესტილი მაქვს უკვე. გატესტილი მაქვს და არის ნამდვილად კარგი. მე დაღენებული მქონე უკვე და შეიძლება არაფერი არ მოგდოს. აი მე უკვე ეს განაკეთები მაქვს, ამიტომ აქ 00 თქვენთან იქნება, შემდეგ დააჭერთ აი აქ და გადაწურთოთ კომპიუტერს, მოითხოვს კომპიუტერს გადაწურთოთ, რომ იწოდეთ და იქნება ესე ჩატარდება ინტერნეტის ოპტიმიზაცია. ну ეს იყო რა მთავარი ის აქვს კიდევ ბრაუზერში, შეგიძლიათ გაწმინდოთ ბრაუზერები, თქვენ თუ რამე ბრაუზერები გიყენიათ, ავტომატურად ამას გავუშვებთ და გაწმინდავს თუ რამე საიტებზე დადიოდით და კლიანად რა თუ რამე აქვს ამ ბრაუზერებში კლიანად კეშს და ბრაუზერის მუშაობის დროს თუ რამე საიტებზე იყავთ, ყველაფერს გაგიწმინდავთ, ვისაცინაც შეიძლებათ გამოიყენოთ. აქვს კიდევ ეს ფუნქცია არ მიხარია, თუ რამე წაგეშალათ, შეგიძლიათ აქედან აახსნათ ფაილები, ეს არ მიხარია და ზუსტად ვიგებთ, ну ნახატები, სიმღერები, ვიდეოები, პროგრამები და ასე შემდეგ შეგიძლიათ აღდგინოთ თუ რამე წაშლი გაქვთ აღდგენა გინდათ. ეს ფუნქციაც აქვს ამ პროგრამას, ეს არ მიხარია, მე უფრო უმეტესად ამ პროგრამიდან ხმარობ, რომ იცოდეთ, ხმარობ ინტერნეტ ოპტიმიზაციას და ხმარობ ტექნოგრაციას, ჩემი აზრით ყველაზე კარგად აკეთებს აი ეს პროგრამა დისკის ტექნოგრაციას და ნამდვილად აჩქარებს კომპიუტერის ჩართვას გამოთვლას და სხვა პროგრამების გაშვებას, ასე რომ ვთქვათ, აი მოშინჯეთ, გატესტეთ, შემდეგ დაწერეთ კომენტარებში. ნამდვილად თუ არის კარგი და თუ მეგეწონათ ეს ამ პროგრამის დისკის ტექნოგრაცია, ну ეს შეგიძლიათ დისკის ტექნოგრაციაზე ამ პროგრამის შეგიძლიათ აი მარტო ეს გადმოიწეროთ, საკი მაგიც არის, ну ჯობია ჩემი აზრით რომ გადმოიწეროთ მთლიანი პროგრამა,
მთლიანი ვერსია და თავისთავად ეს არის ყველაზე მარტივი აი აქ რაც არის აუცილებელი თვითონ აკეთებს ყველას ავტომატურად დასკანირებთ დაელოდებით და შემდეგ დაჭერთ აი აქ ისევ ოკეი, ისე დაამთავრდა ამ პროგრამის ესე დღევანდელი განხილვა, მეგონი თავარ ფუნქციაში გაგარკვიეთ. არის ძალიან კარგი პროგრამა, ჩემი აზრით. თუ მოგეწონათ და ლაიქეთ და კომენტარით თუ რამე გაიგეთ, მომწერეთ და მოგცემთ პასუხს, მოგწერეთ პასუხს, ახლა კი გემშვიდობებით, დაპატრულებით ყველას, ვისაც მოგეწონათ. ვინც გვიყურებს ჩვენ, ყველას მადლობა დიდი და აბადურებით კარგად.